მოეწონა. Pačka. Bonjour. Bonjour, monsieur. Monsieur, madame. რა შეგრძნებებში ხართ? ესე იგი ფანტასტიკია. პარიზი. შოუდის შენობა. ეს არის სამოთხე დედამიწაზე. არტისტისთვის. ეს არის ფანტასტიკა. პირველად გქონთ გამოფენა საქართველოს გარეთ. დიახ. საქართველოს გარეთ პირველად მაქვს და მაქვს ალბათ ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე დედაქალაქში. ისტორიულად არასდროს არ გადიოდა მოდიდან ასე ვთქვათ პარიზი. ყოველთვის ტენდენციური მოდა საყოვლილი და მოდის სათავე და ყველა კიდევ პარიზის მიმართ ჩემი დამოკიდებული ალბათ იცით. რაღაცნაირად ცნობად მივაჩნევდი. ხო, ვარ მოდით ცოტა სამეცნიერო ფაქტორი. აი ვარ ჩემი სამეცნიერო წარმოდგენილი. ვარ ჩემი სამეცნიერო წარმოდგენილი. სხვათა შორის მოსვლა ნახატები. როგორი არის, რა განსხვავება არის ქართულ დამთვალიერებელსა და პარიზელ დამთვალიერებლებს შორის? აი რადიკალური განსხვავება. საერთოდ სხვა ადამიანები არიან, ესე მოვიდა. პარიზელი დამთვალიერებლები თვისობრივად რო შევადაროთ, ესე იგი რა განსხვავება არის. საქართველოში აინტერესებს მხოლოდ ის ფასადი, რაც ნახატებზე ჩანს. შესაბამისად ფასობს ისეთი ნახატები, როგორც არის ცხენის თავი. ტახი, გარეული ტახი, დედამიწა. კი, გასაგებია რაღაცა ფასეულობა და ღირებულება გააჩნია მაგ ნახატს, მაგრამ საღებავის ფული. კი. მაინც რაღაც ნახატული რესურსი. მაგრამ აქ ცოტა სხვა რაღაცას უყურებენ. სხვა შინაარს ხედავენ ნახატებში. წარწერები რაც არის, მთავარი განსხვავება კიდე არის პირველ რიგში კულტურული განსხვავება. როგორ შეუძლია რომ დამთვალიერებელს აიკითხოს ნახატი. აიკითხოს რეალურად და არა დაინახოს და მაგაზე მხოლოდ ყოველთვის პრობლემა რომ საქართველოში არ კითხულობენ ნახატებს. უნდა გაშიფრო, უნდა უყურო როგორც ფილმს, აიკითხო როგორც ლიტერატურას. გახდეთ თანაავტორი. მუსიკას. ხო, აი. ძალიანად უნდა შეიცეს ხორცს. ხელს. ეს ხოლმე. და გააჩნიათ საკმარის ინტელექტუალური რესურსი, განათლება და ცოდნა, რომ მე რაც შევსვილი მაქვს. პირველ რიგში ის დაინახო, ან იმის ინტერპრეტირება მოახდინო შემდგომში. ყოველდღიურობის ნაწილებითა. ადგილობრივი მაცხოვრებელი. თითქოს ლუვრია, დორსეია, და მუზეუმი არა, არა ნახატები არ გიდიათ, რომლის ნახვა ყოველდღე შეუძლიათ, მაგრამ მაინც აქტივია. იმიტომ რომ ახალია ინტერესით. ეხლა რა უწყრონა სიახლეებს იქნებ ვინმე იყო. ბევრი გალერისტი დადის, ბევრი კურატორი დადის. აქ კი არიბადება ტალანტები, აქ ასე ვთქვათ ფრთებს ისხამენ ტალანტები რა. თორე დარწმუნებული ვარ, აქ უამრავი ნახატი, უამრავი მხატვარი, რომელიც თავის ქვეყანაში შეიძლება საერთოდ არავინ არ იცის. და აქ რაღაც მოხდეს ვიღაც კურატორმა დაინახოს აი ნაბერწყვი. და მე ისე გაყვინდეს, რომ სოფლიო მასშტაბის მხატვარი გახდეს. და ყველაზე მაგარი ადგილია გამოსთვის. ნერება რო საფრანგეთში. და გუშინი გამოსწორდეს მოვიდა. და ადამ ხომწერე და დადგა და ის სიმღერა. ადამ რას ფიქრობთ ახლა რომ უყურებთ აი ამ ყველა ნახატს? როგორ ვითარდება 21 საუკუნის 20-იანი წლების ხელოვნება, როგორია თქვენთვის? ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში აქ რაც არის წარმოდგენილი. ხელოვნების სხვადასხვა სფეროში რაც ხდება, მეორდება პერსონაჟთა ფაქტორში. აი ჩვენ საუბრობდით ოსკარ ბეიტ ფილმებზე და აქ არის ძალიან ბევრი ასე ვთქვათ emotion based ნახატი. აი გამოცდილი დამკვირვებლისთვის იქნება შოკის ეფექტი. და იფიქრებს რომ კარიერის არის ეფექტი და ორი სახეში და რაღაც. გამოცდილი დამკვირვებლისთვის არც
დარწმუნებული ვარ, ეგ ძალიან დიდ ემოციას გამოიწვევს. მაგრამ ხელოვანება ხო ვიცით რასაც აკეთებ. შენაბოს ხედავთ. და სხვანაირად რაც შეეხება ძალიან ბევრი განახატა. ძალიან ეს აბსტრაქციები. ორ კატეგორიად ან ძალიან ცუდია, ან ძალიან. დანარჩენი და ულტრა რეალისტური ნახატები ისინი უფრო გითხრა კომპეტენტური დიდად არ ვარ. ულტრა რეალიზმში, მაგრამ რაც არ მოსაუბრებელი. ფოტო კატეგორიად და იდეალურად შესრულებული. ნაკლი რო არის, ზედმეტი ხუნცხოთ ბევრი ის. უსუსები. ზედმეტად რო არის არც ერთი უსუსი გადასული იქით, აი ეგეთი შესრულება. ფანტასტიკური. არის ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი. მაგრამ საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მარგალიტები 21 საუკუნის 20 წლებშიც არსებობს. აუცილებლად. მაგრამ როგორ გონიათ, აი, რამდენი რაღაც შექმნილა ამ სამყაროში? სანამ 2021 წლის კი არ და 20-იანი წლები, 21 საუკუნის 20-იანი წლები დადგებოდა. რამდენად მისაღებია თქვენთვის პატერნების გამეორება და შეიძლება თუ არა რომ რამე ახალი შექმნა მაინც თუ იგივე პატერნებს იმეორება ანუ თუ რაღაც ლიმიტირებული არის უკვე შექმნილი რომელიც თავიდან რეინკარნირდება მერე მე მგონია რომ ჩვენ ხელოვნებს 21 საუკუნეში საქმე გვაქვს ძალიან გართულებული ყველაზე კარგი გაკეთებით იმიტომ რომ მოგვეთხოვება ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ მოგვეთხოვება იმაზე მეტი ინტელექტუალური რესურსი ვიდრე სიტყვაზე მე-18 საუკუნეში მოითხოვებოდა არტისტებს. ან მithumetes ადრე. მე-20 საუკუნეში უკვე დაიწყო აი ეგ სიღრმისეული შინაარსები, დესტრუქცია, მერე ამ ყველაფრის გარდაქმნა რაღაც სხვა ფორმებში, ყველაფრის დაშლა, წერტილებად დაყოფა ყველაფრის. მე-20 საუკუნეში ძალიან დიდი რევოლუცია მოხდა მაგის მხრიდან. ჩვენ 21 საუკუნეში მაგაზე ბევრად მეტი გვაქვს გასაკეთებელი, იმიტომ რომ უამრავი რაღაც უამრავი რაღაც დახატულა, დაწერილა, გადაღებულა და ძალიან რთულია რომ შენ ჩამოყალიბდე ინდივიდად. შენ ჩამოყალიბდე შენი უნიკალური სტილი და არავის არ გავდე. მაგრამ მეორეს მხრივ თუ ხარ ეგეთი დიდებული არტისტი. აუცილებლად დიდებული არტისტი. იმიტომ რომ ახლა ჩვენ რასაც უყურებთ შეუიარაღებელი თვალითაც შეიმჩნევა ვის ინსპირაციით არის ხო ან გეუბნება პირდაპირ მე საერთოდ ეს მგონია რომ როდესაც ნახატზე ამბობ ეს იმას გავს ცოტა დაგნილება არის ანუ განადამთვალიერების ბრალია რომ იმას შეადარებ იქით შენი ხელოვანის ბრალია რომ შენ იმას დაამსგავსე არ გიგებდა და ისე დაამსგავსე მართალია ძალიან რთულია რომ ხელად ბოლო ხელოვანების ზეწოლა ამას აქშიან თუნდაც 50 წელს რო იყო მთლიანად მოხსნა და შენი დაგმოხოთ მაგრამ ყოველთვის უნდა იცოდეს სულ და თქვენი შესაძლებელია რომ ბოლომდე გათავისუფლდე სხვა გავლენებისგან თან მით უმეტეს როცა ამ რაღაც ინფორმაციული ვაკუუმი აღარ არის და ლიმიტოდ გაქვს ინფორმაცია ჩემი აზრით არ უნდა გათავისუფლდე არც არის საჭირო? არც არის საჭირო. იმიტომ რომ ცოტა სხვანაირად რო გიპასუხოთ. ეგ გამოდის რომ შენ როცა იცი ხელოვნების ისტორია კარგად როცა იცი ვინ როგორ ხატავდა, ვინ როდის ხატავდა, რატომ, რაც მთავარია. უკვე იცი რა არ უნდა გააკეთო. შესაბამისად, ან ბევრი მაგალითი გვაქვს ხელოვნების ისტორიის განმავლობაში, როდესაც ერთმა არტისტმა აიღო ინსპირაცია მეორე არტისტისგან და შეიქმნა ორი დამოუკიდებელი თავის ინდივიდუალიზმით გენიალური ნამუშევარი. პიკასოს აქვს ისეთი რაღაც ნათქვამი, რომ კარგი არტისტები იპარავენ, კი არა, კარგი არტისტები აკოპირებენ და დიდებულები იპარავენ. პიკასო იყო დიდებული მომპარავი, ისეთი. გერნიკა პიკასოს. არის ჭყალებში მოპარული ნახატი. თუ რა ადრე იყო ნახატი, просто ვერც კი მიხვდები ის ნახატი თუ არა ნახატი. თუ პიკასო.
ხო და მე ვფიქრობ რომ ამ ღმერთების მაგალითზე ჩვენ უნდა ვისწავლოთ. ყველაზე დიდი მასწავლებელი და მენტორები ყოველთვის ეგენი იქნება. და მაინც არ იწნეხი აი მაგ რაღაც პასუხისმგებლობის თუ რაღაც ტვირთივით რომ აი ამდენი რაღაც იმიტომ რომ ინფორმაციული ვაკუუმი გინდა იმას ინფორმაციებზე ამხელა წვდომა გინდა თუ არა რაღაც მომენტში სტრესავს იმიტომ რომ აი ყველაფერს ნახულობ და მე რაღა გავაკეთო რა სად ვარ მე და რამდენად უკავშირდება მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა მაგალითად იმას რომ შენ რაღაც თვითყოფადი შენი პიროვნული თვითყოფადობა რამდენად არის კავშირში არ როგორც დამოუკიდებელ არტისტობასთან არის სხვა ინფორმაცია ლაბორატორიის ხელს გიწევს უბრალოდ გიშლის ხელს ძალიან გიშლის ხელს იმიტომ რომ რაღაც მომენტში არტისტი ფიქრობ რომ ყველაფერი აქვს შექმნილი მეც მქონია ფიქრი რომ მე რაღა უნდა დავხატო ან მე რაღა უნდა დავწერო მუსიკაზე საუბარზე მეტია და მიუხედავად ამისა სამყარო ყოველ დღეურად იცვლება. ყოველ დღე იცვლება პირველ რიგში შენ. დღეს სიტყვაზე გაიღვიძე ძალიან ბედნიერმა სრულიად მიზეზოდ და ხვალ გაიღვიძე ძალიან უბედურმა რაღაც მიზეზით. ეს უკვე გიცვლის შემოქმედების კურსს. გიცვლის აი იმ ხედელობის არეალს, რაც იმ მომენტში გაგაჩნია. შეიძლება 180 გრადუსით შემოგატყუოს და რაღაც ახალი დაგაბადებულოს, მაგრამ კიდევ იცი რა არის სიტყვაზე 10 მხატვარს დაუდი ერთი ვაჟი შენ მიიღებ 10 სრულიად განსხვავებულ ვაჟს იგი მგონია დღესაც თუნდაც აქაც ვარ მხატვრები ყველა ეს დავხატოთ გამოვა 3000 განსხვავებული რან პალას ამიტომ მგონია რომ არტისტია მაინც ყოფილი დამოკიდებული აი ყველაფერი არის დამოკიდებული კიდე ერთი კითხვა დამთავრე ბოდიში კიდევ ერთი კითხვა მაქვს აი ეხა მაგალითად საქართველოში ძალიან აქტუალურია ის თემა რომ ხელოვნება რამდენად უნდა ერეოდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში პოლიტიკაში და ზოგადად რამდენად უნდა რეფლექსირებდეს არტისტი იმ მოვლენებზე რაც სამყაროში ხდება ანუ მარტო შენ ქვეყანაში და შენ ქალაქში და შენ წრეში ხო არამედ მთელ სამყაროში და რაღაც მომენტში რომ იცვლება ეს ყველაფერი ყოველდღიურად უნდა ეხმიანებოდეს იმიტომ რომ მაგალითად მე-20 საუკუნეში მართლა ინდუსტრიულმა რევოლუციამ თუნდაც მე ძალიან ბევრი რაღაც წარმოშვა რა სიახლეები და ასე შემდეგ და გვაქვს კიდე სიახლეების შესაძლებლობა შესაძლებლობა მუდმივად გვაქვს და მე მგონია რომ შენი შემოქმედება დიდებული შენ თვითონ არ ხდები არტისტი დიდებული არტისტობა რას მოიცავს არტისტობა მოიცავს როგორც გამორჩეულ პიროვნულ თვისებას უნიკალურ თვისებას და საღაზრში იბადება ჭეშმარიტება რასაც შემდეგ უკვე ავსახავს არტილოზე ან ფილმში ან ასე შემდეგ მე მგონია რომ ყველა აუცილებელია რომ იყოს ჩართული იმ პროცესებში რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება აუცილებელია რომ გამოიხმაურონ თავიანთი შემოქმედება მართალია მე მხოლოდ ერთი რაღაც მოგახატული ისეთ პოსტერის სახით აქციაზე უნდა გადავიდე მეტი უნდა გამოგეთებინა ჩემი აზრით და მეტი უნდა გავაკეთო ამ კუთხით. ხო, მაგრამ შეიძლება შემოქმედებაში არ გამოიტანა, მაგრამ როგორც ხელოვანმა ხმა მოიღო რა. კი. რაღაცებზე რაც შენ და ზოგადად რამდენად ჩემთვის მაგალითად პირადად რა. წნეხში ძალიან კარგად ვმუშაობთ. კრეატივის მხრივაც და ზოგადად აი ცენზურა რო გაქვს უფრო მაგარ რაღაცებს აკეთებ, იმიტომ რომ სიმბოლიზმს ეჩალიჩები ძალიან. საბჭოთა იმენა. კი, ზუსტად. იმიტომ რომ აი სიმბოლიზმი არის ჩემთვის
ხარისხიანი ნამუშევრის ის. ოღონდ არა პირდაპირ ეს ამის სიმბოლოა და ეს ამის სიმბოლო, არამედ წეღარაც კითხარი რომ დაშალო რეკონსტრუქცია გავუკეთო შინაარსს და მე ფორმაში აღადგინო რეკონსტრუქცია და ზოგადად მგონია რომ შენ თუ გადაწყვეტი რაღაცა ვერ არის რაღაცა ხელოვანი ესე იგი გერმანულად საერთოდ როცა ხატა უნდა გქონდეს დაუსრულებლობის შეცდომა სუნდა გქონდეს რაღაც შეავადო და ეგ რაღაც შესაძლებელი იყო დამთავრებაზე ეგ უნდა ჩამოყოს დამთავრებაზე აი ნახატი 95% ან შეიძლება გქონდეს და რაც დარჩება იქ უნდა დაუთო დამთავრებაზე რომ მან შეავსოს და მან იქნოს თავი მნიშვნელოვანი ნახატის ნაწილი რა თუნდაც კრიტიკა გამოიწვიეს თუნდაც არ მოიწვიეს ანუ ეგ რაღაცას ნიშნავს ეს ეგ რაღაც აღწერა ირაკლასაც ამბობს ყველაზე მეტად მოსაწყობია რა შენ რეაქციას იწვევ და რეაქციამ შობს მე ახლა უცხო გამიტანოს შობს ანუ ნახატი იწვევს შენში ამ რეაქციას და ეს მე მიმდინარეობს ისე რომ შეიძლება შენ ძალიან ამიზებია ამას რა თუნდაც ის რაღაც რომ ნეირონები რომელიც გეუბნება ის არ მოგეწონა ეგეც ძალიან მოსწონს ძალიან მოსწონს საერთოდ დავიდე და gut feeling რა გითხრა დაგისი? და ფორმა და შინაარსი უნდა აღადგინო თქო და სიმბოლიზმი არის თქო და ბოლომდე არ უნდა გესმოდეს 99% უნდა დაწყდა ხატო. ოკეი. ეგ უნდა იყოს. აუცილებლად. და იმიტომ ჩამოყალიბდა საუკუნეში ის მიმდინარეობები რაც დღეს გვაქვს თუნდაც კუბიზმი, მოდელიზმი, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი ასე შემდეგ რომ ფორმა აღარ ინტერესებდა ხატავს არავის არ ინტერესებდა ყველას შეეძლო და მით უმეტეს უკვე დახატულია აი ტიციანის ფერმის მონჩის და მიქელანჯელოს მერე რაც ამ პიკასო და რემბრანდტიც კიდე მეკუთვნება აი პიკასო რო ედგარ დეგერო შეუძლია თან არ შეუძლია უბრალოდ მათი იდენტობა ეგ არ არის ის რაც სურს და მაშინ ესე დავსოკითხოს რომ რამდენად ანუ ხელოვნებას ზამბური ფუნქცია აქვს და ერთ-ერთი არის ექსპრესია და რამდენად ფიქრობთ რომ აი მაგ დიდი ნამუშევრები რო გააქვს უკვე სამყაროში რო არსებობს ჩემი აზრით უბრალოდ ესე ვფიქრობ რომ ანუ აი ამ ფუნქციის ამ ხელოვნების ეს დანიშნულება ექსპრესიის დანიშნულება უფრო მეტად გაიზარდა და უფრო მეტად ინტენსიურია შენც ფიქრობ ეგრე მე საერთოდ მგონია რომ ხელოვნება უსხური ნებაზია და არაფერი სხვა ამის ნათელი მაგალითი რა არის აბსტრაქცია აბსტრაქცია არის ერთ-ერთი ის არის მომენტალური როგორც პირველი შეხედვით სიტყვაზე როგორც პირველი შეხედვით დახვარდება ეგრე უნდა შეგვიყვარდეს აბსტრაქცია შეხედავ ჩაგითხრია არ ჩაგითხრია ესე იგი არ არის იმას იმ ნახატის ბრალი არ არის ეს მოიწონა აუცილებლად მოიწონა ნახატი ყველასთვისა და თან არ არის ნახატი ხელოვნება და ამას მოისმენები 100%. ჩემს დაგწოდა იყოს. იმიტომ რომ არაფერი ამაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ჩარლის ხელოვნის ჭეშმარიტი გრძნობა. და ისე ჩანს თუ ჭეშმარიტი არ არის. აუცილებლად. ხო, კარგი თვალისთვის. კარგი ორი პორტრეტი. ეხავე. ნახე ბობოლა კაცები დგანან მანდ. აი რა არის. ხო. რაღაც უნდა მეკითხე ექსპრესიაზე. ექსპრესია. კიდე რა შემიძლია ექსპრესიას დავუმატო. რატომ მაინც ექსპრესიონიზმი? და ყველაფერი რაც ექსპრესიონიზმმა გამოიწვია. ეს თითქოს დომინოს ეფექტი პირველი თქვა იყო ექსპრესიონიზმი და მერე მიყოლა. ხან დაიშალა, ხან გზას გადაუხვია და რაღაც სხვა ფორმები მიიღო.
მაგრამ საწყისი მე მგონია რომ ექსპრესიონიზმი, ფერების დაშლა და რაც თავი ფიგურების დაშლა. რო დაგვიდეთ თუნდაც ჩემ ნამუშევრებს რა, გულისხმობ იმას რომ მე ძალიან მიყვარს ცოცხალი შტრიხები. როცა დამთვალიერებელი ახლოს მოვა და დაინახავს ფუნჯი, რა ტრაექტორიით არის გასული. რა ტრაექტორია ქონდა ამ მონასმს და რამდენი საღებავი იყო თუნდაც მასზე. ეს ჩემში უფრო დიდ ემოციას იწვევს, ვიდრე ზემოთ ხსენებული ცხენის თავი. დაიცე დავანახებ სად იყო? აგე. არა, ვიყო. აი. ჩერხე. იქ ხო. კი ბატონო. ეს ცხენის თავი არის დამხობა ყველგან. აბსოლუტურად. რა მაგარია. ცხენის თავი დამყობა ყველგან. ანუ თვალ პესიმისტურად არ ხართ გაწყო. იცი რა, ხო, ეგ უნდა გამახსენდა. აი რო შეგე ძალიან ბანალური კითხვა იმენა, მაგრამ მივიყვან სკანო რატო მაინტერესებს. აი რო შეგეძლოს, რომ ამ სამყაროს სხვა ეტაპზე დაბადებულიყავი სხვა ადგილას. აირჩევდი თუ არა ისევ ანუ შენ მოცემულობას, რაც დღევანდელ შენ მოცემულობას რა. რამდენად საინტერესოდ მიგაჩნიათ. მე ვფიქრობ, რომ რამდენად ემდობით კიდე სამყაროს, რომ შენ ხა ამ მომენტში აქ უნდა დაბადებულიყავი. მაგ საკითხში. ალბათ 100-დან 99-ჯერ გამოვიდი იმ ყოველთვის, რაც 21 საუკუნეში გამოვიდი და კიდევ მაგასავლელი. იმიტომ რომ ეხლა რო იყო 60 წლის უფრო მეტად გადავაფასებდი რაღაცეებს და მეცოდინება და კითხვა არა. რადგანაც მომავლის იმედი მაქვს და ისტორიული ხელოვნების იმედი მაქვს და ცხოვრების განმავლობაში არასდროს დამიკარგოს ეს იმედი. ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ერთადერთი იმედი რაც შემჩენია იყო ხელოვნების იმედი. ალბათ ეგ იმედი რომ მოხდება მეც არის თუ არა განსხვავება შენ როგორც ხელოვანს შორის და შენ როგორც ჩენს თავს შორის? თუ ბოლომდე 100%-ით იდენტურია? ძალიან რთული. არის პერიოდები, როდესაც ერთი მეორეს ჩაანაცვლებს. ამას განაპირობებს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პრობლემა, ყოველდღიური პრობლემა, რაც ჩვენ სასწავლო სტუდენტებს ჩვენ ქვეყანაში მიგვაჩნია. და მაგ დროს თითქოს ბოლომდე არ იკარგება, მაგრამ მიჭკმაულია სადღაც ის ხელოვნების კერა. არ გიზგიზებს ისე როგორც უნდა იყოს. ის იმ სიტყვას არ გამოყურს და იმ რეაქციას არ იწვევს შენში. არც ერთი წამით არ გტოვებს. თუ გაგტოვებს, მე აღარც დავუბრუნდები. მაგრამ დატოვებსაც არ ჯერა. არასდროს არ გაგტოვოს ოდეს. თუ გაჩნდა და თუ არა. მოდი. მაგრამ კიდე რა არის, იცი რომ კიდე რა კითხვა მაქვს, რომ აი შენი აზრით ხელოვნება მოცალეობის ჟანრს იქნება თუ ყველაზე უკიდურეს ტანჯვის დროსაც არის ის თუ აი მე მაგალითად მაქვს ხელოვნებაზე არა, მაგრამ აი რაღაცებზე მაქვს მეცადინეობაზე მაგალითად ძალიან მარტივად რო ავიღოთ რა, აი საქმე რას საკეთებ. რომ მე თუ შინაგანად ვფოთავ და ძალიან ბევრი საფიქრელი მაქვს ყოველდღიური. ბოლომდე ვერ კონცენტრირდები და ბოლომდე არ შემიძლია რომ ჩემი მაქსიმუმ დავდო და სიამოვნება მივიღო რაც მთავარია მაგ პროცესისგან. და ხელოვნებისთან მიმართებაში როგორ არის ეგ? მე საერთოდ ბოლო თვეებია ესეთ დასკვნამდე მივედი. რაღაც ხორობის გარკვეულებას ყოველთვის მქონდა ამ ფიქრის გაევლება სამის. მაგრამ არასდროს არ ჩამოყოლიბდა, იმიტომ რომ არ მქონდა საკმარისი გამოცდილება. საკმარისი დროს არ მქონდა ამ კონკრეტულ საკითხს, მაგრამ რაღაც გარემოებებმა შემეწყო ხელი, ჩხარებში შემეწყო ხელი, რომ ამ დასკვნამდე მივსულიყო, რომ ხელოვნება არის ხელოვანისთვის ყველაზე დიდი განჯა. ყველაზე დიდი განჯა. და შენ მაშინ ხარ
ნამდვილი ხელოვანი, როდესაც შექმნის პროცესში კომფორტის და სიამოვნების შეგრძნება მინიმუმამდე გადის და გადადის უკვე დამოკიდებულებაში. უნდა იყო სომოთ დამოკიდებული, ნარკოტიკებით უნდა ქონდეს. უნდა კრდებოდე და უნდა კრდებოდე როცა აკეთებ. სხვაგვარად არ ჯერა რომ რამე გამოვა. ხო, ალბათ ეგ განასხვავებს ხელოვნებას სხვა რაღაცა, სხვა სურვილების თუ სხვა ნიჭის თუ სხვა რაღაცისგან. მე როგორც გახსოვთ ყოველთვის წამდა რომ აი სიტყვაზე არ არსებობს რაღაც რომ მე დღეს ახლა დილით წავალ მუშაობ საკუთარ შვილზე მოვალ სახში 2 საათი დავისვენებ და მე მთელი რამე ვხატავ. პროსტა ვერ დაგეგმოჯერეს ერთი მე მეორე კი გასაგებია რთული ეს პროფესორია მაგრამ უნდა იყოს ამ შემთხვევაში ესეთი კომპონენტი ხელოვანი მოსწოს უნდა იღვიძებდე და იწინებდე ხოლოდ შენ ხელოვნების საკუთრებაში მეც არის უნდა ხელოვანი უნდა იტანჯოს ყველაზე უწახდელად და ბუნებრივად ანუ ეს თავისით უნდა მოდიოდეს და ცოტა პათოსში არ უნდა გადაიზარდოს როდის მოგიმას აი მე ვიტანჯებ 14 წლის ნინჩო არ უნდა იყოს. ყველაზე კარგად მუშაობ პროცესში. ძალიან ბუნებრივად გასაგებია და ეს ჩუმი, ძალიან ჩუმი გულისხმობაში ჩანაფიქრები და ის უნდა იყოს აზრები. და გარეთ თითქოს არ უნდა გაჟონოს მაგ ინფორმაცია, აი არ შეიძლება რაღაცები არსებობს ხოლმეისთვის, რაც უნდა მოკვდეს შეგვიძლია. ან მუდმივად მოძრაობს და იარსებობს. და ის მასალა, რაც ხელოვან სიტყვაზე ჭირდება იმისათვის, რომ გამოგვიყვანოს თავისი შემოქმედება და პირველ რიგში თუნდაც თავისი ინტელექტუალური ბაზა, რომ შემდეგ რაღაც ნახატები შექმნას. მასალაში ყავს გულისხმობა, ინსპირაცია, ასე ვთქვათ. აი, ეგ მასალა უნდა იყოს ცოტა ისეთი ხელოვანი საფწერა გამოდის ბუნებაში რომ ცხოვრობს და ვაუს მაგის რესურსი რომ გაავიდეს და ის ბუნები დადგეს მაგრამ იდეალურ შემთხვევაში ვამბობ რა ყველას მართალი არ გამოდის და ალბათ არც უნდა გამოსდევდეს იმიტომ რომ დიდ ხელოვანებსაც ძალიან ბევრს არ გამოსდევდა მაგრამ ხელოვანი უნდა იქონებოდეს სხვა ხელოვნების დარღვევით ნუ აი ხდელაზე ცნობის მოყარი უნდა იყოს ხდელაზე ცნობის მოყარი შეუქცევადი პროცესი. ყველაფერთან აბსოლუტურად. მაგრამ მაშინ აი პირველად რო ადამიანმა რაღაცა აიღო და კემეზე გამოქვაბულის კედელზე დახატა, იმან საიდან აიღო მაშინ ინსპირაცია თუ მანამდე ხელოვნება არ არსებობდა. აი ეგ ყველაზე ნაღდი თუ შეჭყალებს შეგლე დავარქვათ. აი ეგ განცდა საიდან იბადება, რომ მოთხოვნილება თუ რაღაც მსგავსი. ხო. ალბათ ეგ ერთ-ერთი რაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ნახატია, რაც კი შექმნილა გამოქვაბულის ნახატი. და თავისი ახსნაც გააჩნია, რომ მიბაძვითი ხელოვნება, რომ უნდა დაეხატეთ ის, რაც დაინახეს. რაც შემდეგ რა თქმა უნდა ტრანსფორმირდა წლების და საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, მეც არ ვიცი რა იყო ის აი რაღაც ანთებული ნატურა ევროპის თავზე, რომელსაც გადააწყვეტინა, რომ ეხლა მე ამ მამონტს ხედავ და ძალიან საინტერესოა. ძალიან ფილოსოფიურია. ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო. წარმატებებს გისურვებთ. შევხვდებით შემდეგ გამოფენაზე. ნიუ-იორკში. წიო.